მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ საქართველოში ერთი წუთით არ ჩერდება ნებათა ღელვა და თანდათან სტადიაში შედის ეს ვირთხების ბრძოლა, რასაც მე კარგ ხნის წინ პროგნოზირებდი, რომ დადგებოდა სულ მალე დრო, როდესაც ეს იუდას უბეში გამოზრდილი ვირთხები აუცილებლად ერთმანეთს შეჭამდნენ, ნაცკოცები. და თანდათან ამის ასე რომ ვთქვათ სიმპტომები უფრო ძლიერდება და აი ეს მოვლენები იქნება ეს მელიას დაჭერა, იქნება ბაშიაშვილის დაჭერა, იქნება ოქროაშვილის დაჭერა და ასე შემდეგ ჩვეულებრივად ამ პროცესებია ამ მოვლენის, რომელიც კიდევ და კიდევ უფრო გაძლიერდება. დღეს სიმართლე გითხრათ, მინდოდა მესაუბრა ერთ ძალიან საინტერესო ამბავთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენას, რომელიც ნამდვილად მსოფლიოს გეოპოლიტიკური საკითხი არის და რა თქმა უნდა ჩვენს გვეხება, რაზეც სერიოზულად ალაპარაკდნენ რუსი გენერლები, უშიშროების ჩინოვნიკები და პოლიტიკოსები. მათ განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირი დე იურეთ არსებობს და საინტერესო მოვლენა არის. აქ შეიძლება ბევრმა ჰიჰი-ჰაჰა და სიცილ-ხარხარი ატეხოს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, თუ ჩვენ ამას საერთაშორისო სამართლის თვალით შევხედავთ, საბჭოთა კავშირი არსებობს მინიმუმ 10 ქვეყანაში, 15 რესპუბლიკიდან, რომელიც არსებობდა და მოკლედ ამ თემასთან დაკავშირებით მინდოდა საუბარი. თუმცა დღეს ამ თემასთან დაკავშირებით არ ვისაუბრებ და მოდი ხვალისთვის ვისაუბროთ ამ საინტერესო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მართლა სერიოზული საკითხია, მართლა სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილებების საკითხი არის და რომლის რეალიზებაც შესაძლებელი არის დღევანდელი გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, მაგრამ საქართველოს ხო უფრო ისაინტერესებთ იქ რა ხდება ბაჩიაშვილის თემაზე, მელიას თემაზე, ამაზე და აქაც ძალიან საინტერესო მოვლენა არის მომხდარი. აი ეს გულისხმობ ბაჩიაშვილის სპეცოპერაციას, ბრჭყალებში სპეცოპერაციას, თურმე ისეთი ძლიერი სუსიყოლია, რასაც ახლა ამტკიცებენ, რომ თურმე საზღვარგარეთ იტაცებს ხალხს და ჩამოყავს და თურმე ციხეში აგდებს ოლიგარქის ტყვეობაში და მოდი ამ თემასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო. თავშივე მინდა ერთი რაღაცა. ამ ლაივსაც ასე ქვია, რადგანაც აქ მიუხედავად იმისა, რომ ბაჩიაშვილიც ისეთივე ნაგავი არის, როგორი ნაგავიც არის ბიძინა ივანიშვილი და ქოცები, არაფრით ერთმანეთში განსხვავებული, ეს არის სრული სანაგვე. უბრალოდ მაინც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, როგორც ადამიანმა, რომელიც თავს თვლი მართლმადიდებელ ქრისტიანად, მოვალეობა მაქვს და ვალდებულება მაქვს, თუმცა ჩემთვის ესეთი ნაგავი არსებები ერთით მეტი იქნებიან თუ ერთით ნაკლები იქნებიან, არაფერს არ ცვლის, მაგრამ მოვალედ თვლი თავს, რომ ეს კაცი შეიძლება მართლა მოკლან და თუ რატომ მოკლან და ვინ შეიძლება ეს კაცი მოკლას, ამაზე ამ ვიდეო ლაივში ვისაუბრებ და აქედან გამომდინარე მინდა მივმართო ქოცებს, რომ კარგად დაიცავით მაგაცი ციხეში. კარგად დაიცავით, იმიტომ რომ დიდი ალბათობა თუ როგორ და რანაირად მაგაც თავი წააგდებიონ თქვენი ნების გარეშე, ეს ნამდვილად არსებობს. ახლა კი დაუბრუნდეთ იმ მოვლენას, რა მოვლენებიც მიმდინარეობს საქართველოში. ყველა მეტნაკლებად დაინტერესებული ადამიანები ვინც არიან, ყველა მიცის ეს აღარ მიუყვები, აღარ მოუყვები, ამ ჟღვინტიანი ლაწირაკი იყო ნამდვილად ეს ბავშვი, როდესაც ლამაზი თვალებისთვის რა თქმა უნდა არ წაიყვანდა ბიძინა ივანიშვილი თავისთან და თავისთან ყავდა ჩააბარა საპარტნიორო ფონდი. დროებით კომენტარებს არ ვკითხულობ, თუ ვინმეს კითხვები გაგიჩნდებათ ბოლოსკენ დამისვით, თუ შეიძლება. და რა თქმა უნდა წაიყვანა საერთოდ ხო იცით ნაგვები ერთად ბუდობენ, ჩააბარა უზარმაზარი მილიარდების ბრუნვა, ქონება, ვისაც გვახსოვს 2013 წელს, როდესაც დაიწყო ამ საპარტნიორო ფონდის შექმნა, რომელსაც თვითონ ინვესტიციები უნდა ჩაედო საქართველოში და უნდა მომხდარიყო დიდი
დიდი ესე იგი სამრეწველო რევოლუცია საქართველოში 100 ქარხნები და ასე შემდეგ უნდა შექმნილიყო და ხალხს ჰქონდა ამის განცდა. იქ უამრავი ფონდი იქნა და დასახელებული და ბიზნესმენი, მათ შორის ბიძინა ივანიშვილიც იყო შეყოფილი ამ ფონდში, ასევე რაინდი ვასაძეც იყო ამ ფონდში, ასევე იყო თუ არ ვცდები ხაზარაძეც უნდა ყოფილიყო, აღარ მახსოვს ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც TBC კაპიტალიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში, ასევე მონაწილეობდა ამერიკული ფონდი JP Morgan და ესე შემდეგ და ამათი საინვესტიციო ფონდის მმართველობა ჩააბარეს ამ წყვილმოუხოცავ ლაწირაკს 24 წლის თუ 26 წლის ბიჭს და რა ვიცი, მე არც რევოლუცია მოხდა, ასე რომ ვთქვათ, ეკონომიკური სასწაული ასე შემდეგ და ეს ფონდებიც გავიდნენ იქიდან, გამოვიდნენ. აღმოჩნდა ისე რომ რაღაცამდენი პროექტი, რომელიც იქნა გაკეთებული, ის განახორციელეს და იქაც კიდე კორუფციული სქემებით თურმე 100 მილიონი იყო დახარჯული და 200 მილიონი დაახარჯეს და მე იქ ბიძინასთან გადავიდა და ეს კორუფციულ სქემებს, მოკლედ სამშობლოს და ქვეყნის და ერის სიკეთის გარდა ყველაფერს მოხმარდა ეს შეპესეს საქართველოს სახელით, დაძღენ, დაივსეს ჯიბეები, გაძარცვეს ქვეყანა ტრადიციულად როგორც ხდება და ეხლა დაერიან ერთმანეთს. აი ეს რეალურად მარტივად რო ვთქვათ, ეს მოვლენა არის. ახლა კი მინდა დაუბრუნდე ამ ბოლო მოვლენებს, როდესაც რაღაცა სასწაულებრივად, ესე იგი, თურმე გაუჩინარდა და თურმე ბიძინა ივანიშვილის ქურდი და გამძარცველი და სახელმწიფო დამნაშავე, რომელსაც ამდენი ფულები ჰქონდა შეჭმული, თურმე სუსმა ვერ აკონტროლა, თურმე და გაუჩინარდა ქვეყნიდან და გაიქცა სადღაც X ქვეყანაში, X ქვეყანაში, შეიძლება მთვარეზეც იყო ასული ახლა და ჩვენ არ ვიცით. შეიძლება მთვარეზე იყო ასული. იქედან რთავდა ლაივებს, ინტერნეტებს, მოკლედ აძლევდა ინტერვიუებს და შეიქმნა ეს კაცი პოლიტიკოსად. და ოლიგარქის მმართველობას აუჯანყდა. ეტყობა ძალიან ბევრი აჭამა, თაფლი ტენა პირში, ბიძინამ და მე ეს ამოაღებია ამდენმა ჭამამ და თურმე ეს დემოკრატიისთვის იბრძოდა, თურმე უკრაინისთვის იბრძოდა, თურმე ახალგაზრდობისთვის იბრძოდა რაღაცა და ასეთი ნომერ პირველი, ესე იგი ძებნილი თუ ბრალდებული საქართველოში, რომელიც გირაოთი იყო გამოსული, თურმე სუს გაეპარა თურმე და რა მაგარია და იყო ერთი ამბები, რომ ქოცები რა დებილები არიან, როგორ გაეპარა, გამოეპარა. ეს სცენარს ყვები ამას, თუ არა იქ შეიძლება არც გასულა მაგი საქართველოსთან საერთოდ. საერთოდ არ გასულა, იმიტომ რომ ამ სცენარებს ესენი ერთად წერენ. მე უბრალოდ მინდა ამ მიუნჰაუზენის ზღაპრებს მიუყვე და იყო ახლა იქედან არასახელებდა რომელ ქვეყანაში, დააკვირდით ამას სპეციალურად. არასახელებდა თურმე რომელ ქვეყანაში იყო, ასე შემდეგ და უცებ მოულოდნელად ეს კაცი რო გონია თურმე აქცეული საქართველოსთან შორს, თურმე იქედან რო იბრძვის პოლიტიკური დევნილი რო გახდა, უცებ მოირგო მანტია პოლიტიკური დევნილის და მარჯვენა ხელი ჩაუდგა ივანიშვილის ოპოზიციაში, უცებ ლაც აღმოჩნდა აგერ და თურმე აზერბაიჯანი სომხეთის საზღვარზე მწვანე ზონაში დაიხეტებოდა და უცებ თურმე ჩაავლეს და შემოათრიეს და რა მაგარი ყავს სუსი თურმე. ახლა ამას რო პარალელურად მოყვა იქ სუსის შეფის გადაყენება, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყენება და ასე შემდეგ და ასე ეს კიდე საკითხია. მაგრამ თავარი სასწაული მოკლედ აგენტი 007 და ეს აგენტებზე ბლოკბასტერები და ეს მოკლედ რაც გვინახია 80-იანი წლების, 70-იანი წლების ეს ჯეიმს ბონდის ამბები მონაგონია, რასაც ამ კაცმა დაიწყო მოყოლა. თურმე იყო სადღაც X ქვეყანაში, X ქვეყანაში, იყო თურმე კარგად, გემრიელად ეფარებოდა თურმე, მაგრამ არასახელებს რომელ ქვეყანაში იყო. ამ დროს თურმე უცებ აქედან ჩავიდა ივანიშვილის და იმის ქოცების სპეცრაზმი, კატას რო გააშვილებენ და თვალებს რო უხვევენ, რო უკან გზა არ დაიმახსოვროს, რო გამობრუნდეს, კატასავით თურმე ააფარეს თვალებზე დოლბანდი, ხო და ჩააგდეს სადღაც თვითფრინავში და ჩამოაფრინეს თბილისში და ჩააბარეს თურმე იმას, რა ქვია, ჩასვეს თურმე ციხეში. და საოცრება რაშია ხალხო იცით? ამ ყველაფერთან ერთად ამ კატასავით თვალებზე აფარებულმა კაცმა დაინახა თურმე რომ აირზენათი იქნა ჩამოყვანილი.
აირზენათი, უშუალოდ ამ კომპანიით იქნა, ვინმეს არ ეგონოს, რომ აირზენას ვიცავ. აირზენა ისეთივე ნაგავი კაცისა, ისეთივე მათხოვარი ნაძირალა ვირთხის კომპანია გაიაშვილს გულისხმობ, რომელმაც პატიოსან წესიერ ადამიანებს წაართვა ორბი კომპანია, რომელიც აფხაზეთში გმირულად იბრძოდნენ და პილოტები თავს დებდნენ დაჭრილების გამოსაყვანად, დევნილების გამოსაყვანად და ასე შემდეგ და ჩაიდო ჯიბეში და კაი გემრიელი კორუფციონერია, ეს ესეთი ფაშისტია, როგორც სხვა ფაშისტებს ხედავთ საქართველოში, ესეთი ფაშისტია, არ გეგონოთ რომ ხელს ვაფარებდი. უბრალოდ აქ შემთხვევით არ ხდება ეს ყველაფერი. აქ თლიანად წუნწუხი დუღს მთელი სანაგვე და იმიტომ ვამბობ. თურმე ამან დაინახა თურმე რომ აირზენამ ჩამოიყვანა ამ თვალებზე კატააგრულმა კაცმა და ჩააბარა თურმე ეს. აუ ჯერა რა. აი ეგრევე მჯერა. ჯერა. ახლა მინდა რომ განვმარტოთ ეს ყველაფერი, ძალიან საინტერესო სიტუაცია არის. აი ამ ზღაპრებთან დაკავშირებით და საინტერესო არის საზღვარგარეთ რა ხდება. საზღვარგარეთ რა ხდება, ეს უფრო საინტერესოს ხდის აი ამ ზღაპარს. მე სიმართლე გითხრათ, ამ ყველაფერთან დაკავშირებით მახსენდება ბავშვობაში ვკითხულობდი ბარონ მიუნჰაუზენის ზღაპრებს, ეს იყო გერმანელი დიდგვაროვანი, რომელიც რეალურად არსებული პერსონა იყო, რომელიც მართლა მსახურობდა ჯარში, მონაწილეობდა რუსეთთან ომში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მე მეგობრებთან ერთად იჯდა ასე და ლუდისმა უყვარდათ და მეგობრებთან ერთად იტყულებოდა ასე ზღაპრებს ყვებოდა და იმდენად ცნობილი იყო ეს მიუნჰაუზენის ზღაპრები გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში. მათ შორის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ ქვეყანა იმაში რეგიონში ძეგლიც უდგას მიუნჰაუზენს და რატო ვამბობ ახლა მიუნჰაუზენს? იქ არის ერთი ასეთი მომენტი მის ზღაპრებში, რომ ერთხელო რუსეთთან ომის დროსო ზარბაზნიდანო გასროლილო იმასო შემოვახტიო ყუმბარასო და მივფრინავდიო. მაგრამ რომ მივხვდიო უკვე რუსეთის ტერიტორიაზე ვიყავიო, იქედან გამოსროლილ ყუმბარას შემოვახტიო გზაშიო და დავბრუნდი ისევ გერმანიაში. აი დაახლოებით აი ამ ამბავს მახსენებს აი მიუნჰაუზენის ზღაპრებიდან ამ ამბავს მახსენებს ეს მისი მონაყოლი და რატო. ეხლა ნათელი გონებით მივყვეთ ამას როგორ შეიძლება მსგავსი რაღაცა მოხდეს. ბიჭო, ჯერ ერთი კაცი თუ გაქცეული ხარ და ფული ბლომათა აქვს თან, არ ვიცი მე რა ქვეყანაში იყო წასული, რომელ ქვეყანაში უნდა წახვიდე, სადაც შენი უსაფრთხოება პირველ რიგში არ უზრუნველყო, თან როგორც ამბობენ თურმე დაწერილი ქონდა პოლიტიკური მოთხოვნა, მაგრამ ქვეყანას არ ასახელებენ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სადაც ბარდები, ესაა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შექმნილი, გავლილი მაქვს მე ეს პერიოდი პროცედურულად როგორც ხდება, როდესაც ბარდები უცხოეთში და უცხოეთში ვისაც გქონიათ აზურის პროცედურა, ლეგალიზდეთ, დარჩეთ რაღაცა, როგორც ხდება ამ ყველაფრის სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ამ პერიოდში დაცულად იქნები მის ტერიტორიაზე და რამე თუ მოგივა სახელმწიფო არის, ანუ თუ ის ქვეყანა რამეს დაგიშავებს, საიდანაც ხარ გამოქცეული, პასუხისმგებელი გიხდება სახელმწიფო და უკან არ გადაგადეპორტებს, სანამდე არ იქნება განხილვა შენი საქმის. ეს არის აქსიო. ეს არის პირის პოლიტიკური დევნის დაცვის აქსიო. არ ვიცი ახლა ის რომელ ქვეყანაში იყო ჩაფრენილი, X ქვეყანაში ჩაფრენილი, სადაც ეს პროცედურა გაიარა, მაგრამ იმ ქვეყანამ არ უზრუნველყო ამის დაცვა. ეს ერთი. ფულიანი რუსული პასპორტიც აქვს, მოკლედ, ბევრ ისეთ ქვეყანაში შეიძლება წასულიყო. ამ დროს თურმე როგორც თავის დროზე აკეთებდა ამას ისრაელის სპეცრაზმი მოსადი, რომელიც ომის შემდეგ დარჩენილ ნაცისტ დამნაშავეებს იჭერდა მსოფლიოს მასშტაბით, მიუხედავად იმას მფარველობდა თუ არ მფარველობდა ის ქვეყანა, ჩამოიყვანდა ისრაელში, გაასამართლებდა, სიკვდილით დასჯიდა და ამთავრებდა პროცედურას და არსებობდა ამის პრეცედენტები არგენტინიდან, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან მოხერხდა ესეთი რაღაცა, რამოდენიმე ნაცისტი დამნაშავე ნამდვილად ჩამოიყვანეს, გაასამართლეს ისრაელში და დასაჯეს სიკვდილით მიუხედავად იმისა, რომ მათ მფარველობდა სახელმწიფო ოფიციალურად. მაგრამ ასეთი ოპერაცია იმათაც არ ჩაუტარებია. და რატომ? იმიტომ რომ
მსგავსი ოპერაციები, როდესაც ტარდება, ამ ოპერაციებში ყველა გზა შეიძლება იქნას განხილული სახმელეთო, საზღვაო, მაგრამ არა საჰაერო. და რატო საჰაერო, რატო არ შეიძლება? მიუხედავად იმისა, რომ საჰაერო ტრანსპორტი არის უსაფრთხო, ის არის მკაცრად კონტროლირებადი ICAO სტანდარტების მხრივ. საჰაერო ნავიგაცია არის კონტროლირებადი და აქ თავისი მოთხოვნები. ხდება რამოდენიმე ქვეყნების საჰაერო სივრცეების გადალახვა, რომელ საჰაერო სივრცეში შეფრენილი ბორტი უნდა იქნას იდენტიფიცირებული, უნდა იქნას ადგილობრივ საჰაერო ნავიგაციასთან შეთანხმებული და თუ ეს წინასწარ არ არის შეთანხმებული, ეს ბორტი ექვემდებარება ჩამოგდებას. და ასეთი შემთხვევა არსებობდა, როდესაც 93 წელს კორეული ბოინგი რო შემოფრინდაო და ჩამოაგდესო საბჭოთა ავიაციამ ამერიკიდან კორეაში რომ მიფრინავდა, და უამრავი ასეთი შემთხვევა არის, როდესაც საჰაერო სივრცე, რომელიც არის შეუთანხმებელი ობიექტისთვის არაკონტროლირებადი, ექვემდებარება ის ან დამორჩილებას და დაჯდეს ბორტი, ან და იქნას ჩამოგდებული. ამიტომ საჰაერო სივრცე იხილება, ირიცხება. საუკეთესო მომენტი ასეთი ოპერაციის ჩასატარებლად არის საზღვაო გზა, იმიტომ რომ ზღვაში 22 კილომეტრის შემდეგ, ანუ ხმელეთიდან 22 კილომეტრის შემდეგ კანონმდებლობა იმ ქვეყნის, რომელ ქვეყანასაც ზღვა ან ოკეანე ესაზღვრება, არ ვრცელდება. ამიტომ შეიძლება დამნაშავე იქნას მოტაცებული, ჩაგდებული გემში ან კატერში და იქნას ზღვით გაყვანილი. იმიტომ რომ იქ გასულ უკვე ნეიტრალურ წყლებში შენ იმას ვერ შეეხები. სანამ არ ჩავა იმ რომელიმე ქვეყნის აკვატორიამდე, რომელ აკვატორიაშიც იმ ქვეყნის კანონმდებლობა ვრცელდება და სხვათა შორის არსებობდა ამის პრეცედენტიც, ფრანგული სწრაფმავალი კატერები თავის დროზე მოიტაცეს ზუსტად ისრაელის აგენტურამ საფრანგეთიდან, როდესაც საფრანგეთი არ აძლევდა მიუხედავად გაყიდული იმისა, რა ქვია, ტექნიკისა არ აძლევდა უფლებას, რომ მიეცათ მოიპარეს ეს გემები და მოიტაცეს და გამოვიდნენ და საზღვაო წყლებში იმათ ვერავინ ვეღარ შეეხო. ან შეიძლება სახმელეთოც დაიჯერო, რომ საზღვრების გვერდისავლა რაღაცნაირად მოხდეს, მაგრამ გამორიცხული არის 1% არის. არც არის რა 1% მაგის საშუალება, რომ ბორტი, რომელიც უნდა იმაში ვარ დაჯდება თვითმფრინავი სადღაც ღელის პირას, უნდა დაჯდეს რომელიღაცა საერთაშორისო აეროპორტში, მით უმეტეს, როდესაც საუბარი არის აირზენაზე, თუნდაც ბიზნეს ჯეტი იყოს, სამხედრო აეროპორტზე ხო ვერ დაჯდება. სამხედრო აეროპორტს თავისი დაცვა ყავს და თავისი ისა სამხედრო ბაზებზე არსებული. საერთაშორისო აეროპორტში, სადაც უნდა გაიაროს დადგენილი წესით, რა ხო გვიმგზავრია, ვინ მიფრინავს, სად მიფრინავს, რა ტვირთი მიგაქვს, როგორ, რანაირად ჩასხდომის, გაფრენის, ამის ყველაფერი პროცედურა დაცვით გაიარო, პასპორტი გაატარო და წაიყვანო. და რასაც ახლა ესენი ამბობენ, რომ თურმე ბორტი რომ მოფრინავდა, რომელსაც მოყავდა თურმე რაღაც აირზენას X ბორტი, X ბორტი, რომელმაც თურმე ფრენის დროს გათიშა სანავიგაციო სისტემა. ანუ თურმე ბორტი მოფრინავდა და აბუდაბიდანო თუ სადღაც არ ვიცი, გამოიარეს თურმე ეს ჩააგდეს და ბორტმა ერთი 10 ქვეყანა გადმოიფრინა და გათიშული ქონდა სანავიგაციო სისტემა. ანუ სტელსის სისტემით გაუძვრა ეს, რა ქვია, დაჟანგული რაღაცა ბიზნეს ჯეტი საჰაერო სივრცეს და რა მეზობლები გვესაზღვრება. თურქეთი, რომლის საჰაერო სივრცე არის ნატოს საჰაერო სივრცე, რომელიც გარდა ნატოს საჰაერო სივრცისა ასევე დაცული არის რუსული S-400-ებით, რომელიც ერდოღანმა იყიდა, სომხეთის საჰაერო სივრცე, რომელიც ასევე დაცული არის რუსული საჰაერო სივრცეებით, საშუალებებით, იგივე S-300 იცავს, ასევე აზერბაიჯანის საჰაერო სივრცე, რომელიც ასევე დაცული არის მძლავრი საჰაერო სისტემით, ასევე ირანის, რომელიც ასევე დაცული არის და ირანის საჰაერო სივრცეში თუ ჩიტი შეფრინდება, კაცი შვილმა არ იცის და უცებ კიდე ასევე რუსეთის საჰაერო სივრცე, რომელიც როგორი დაცულია, აგერ ჩვენებს ყველა. ამიტომ ალბათ ეს რაკეტით ააფრინეს მთვარეზე და მთვარიდან მერე კოსმოსური დაშვება გააკეთა. ამის დაჯერება,
როგორი დებილი უნდა გეგონოს საკუთარი საზოგადოება და როგორი დებილი უნდა გეგონოს საკუთარი ხალხი, რომ ეს დააჯერო ადამიანს. არ ვთვლიან ახლა ჩვენ ნორმალურ საზოგადოებად და ყვებიან ამ ყველაფერს. ქოცებს რო გითხო, მწვანე ზონაში დავიჭირეთო და შემოვათრიეთო. მე თუ მკითხავ, საერთოდ არ წასულა საქართველოსთან და იმიტომ კარგად ვიცი ამათი. ანუ ეს ვერსია ახლა თქვენ ვისაც გინდა დაიჯერეთ, ნება თქვენია, კაცო. ნება თქვენია. გამორიცხულია 1%, რომელიმე ქვეყნის ბიზნეს ჯეტი თუნდაც მოფრინავდეს, გამოიაროს ამდენი საჰაერო სივრცეები, პრიბორები კონდეს გათიშული, ჯერ ნავიგაცია თუ აქვს, ბიჭო, გათიშული, ავტომატურად იწყება SOS სიგნალის გადაცემა, რომ ბორტი, რომელიც დაფიქსირდა რომელიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში და გათიშა სანავიგაციო სისტემა, ეს იმას ნიშნავს, რომ ავტომატურად ჩაირთო უბედურების სიგნალი SOS-ი, რომ ძებნა უნდა მოხდეს თვითფრინავის, სად წავიდა ბორტი, რომელიც იქნა ქვეყანაში შემოსული. ეს ხდება ავტომატურ რეჟიმში და იწყება სამძებრო სამუშაოები. ანუ ამათმა ბორტმა სტელსის სისტემებით გათიშა ესე იგი და გადმოიფრინა ერთი 10 ქვეყანა და ჯერ გზა როგორ უნდა გამოიკვლიო, თუ კი სანავიგაციო სისტემას გათიშავ თვითფრინავზე. ნუ ეს არ ვიცი. საჰაერო სივრცე ის ხო არა ქვია. ტყეში ბილიკის ეპირად გახსოვდეს და მიდიოდე და მოდიოდი. არ ვიცი ძმაო. თუ ბარონ მიუნჰაუზენის უფრო არ მჯეროდეს ნასროლ ჰაერში ნასროლ ყუმბარაზე რომ გადაჭდა, აი უნამუსო კაცი ვიყო რა. ვიდრე ამათი ზღაპრების. თან ასეთი უნიჭო ზღაპრები. ნუ ჩამოიყვანესო და ჩააგდესო. ციხეში. რა ვიცი, მოსაკლავად დამზდებდენო და 1000 უბედურებაში ვიყავიო, გახვეულიო და ხავით, ქე უნდა გიხაროდეს ისი, ახლა დაცულად უნდა იყო წესი და უსაფრთხოება უნდა მოითხოვო, მაგ. ახლა მაგ თუ მართლა სიცოცხლის გამო მოგიწია, გაქცევა და გამოგცევა. ამა შვინდიან აფირის წმინდა უთხრა. ახლა საინტერესო ეტაპი იწყება მეორე ეტაპი. მეორე ეტაპი იწყება საინტერესო. როდესაც მან ეს ზღაპარი მოიფიქრა, გებრიელად ჩამოაყალიბა და გააკეთა განცხადება. ბიჭო, ამ ზღაპრის ნორმალურ ადამიანს არ ჯერა, ხო? და შეუძლებელია ეს დაიჯეროს ნორმალურმა ადამიანმა. მაგრამ საქმე რაშია ხალხო, იცით? აი ამ ვიღაცა ჟვინტიანი ლაწირაკის დაკავებას ქურდის ჯერა ივანიშვილის გაძარცული ყავს და ხალხი ხო გაძარცული უყავარ და გაძარცული უყავართ. შეხედეთ უცებ, ჰოი საოცრებავ რა ხდება. ჰოი საოცრებავ რა ხდება. მოკლედ გადმოვხედე და ეგრევე სოფლიო პრესა თან რაღაცა ისეთი კლასის, კლასის, ის კი არა, საინფორმაციო საშუალება. ბრიტანული გარდიანი წერს, რომ ივანიშვილის დე-ფაქტო მმართველის, საქართველოს დე-ფაქტო მმართველის ივანიშვილის მარჯვენა ხელი არის დაკავებული და რომელსაც თურმე სიცოცხლის საფრთხის პრობლემა გააჩნია ერთ დღეს. ეს გუში. მეორე დღეს ამ ხელამ სოფლიო საერთაშორისო პრესა ასევე ინტერესდება იგივე საკითხის თემის გაგრძელებით, აქრო იმას ქნა, რა ქვია, განათავსო პუბლიკაცია გარდიანზე, იმდენი მკითხველი ყავს, ამას სჭირდება მილიონები. და უცებ ასევე მეორე გაგრძელება თემის, ასევე საფრთხე ემუქრება საწყალი ბაჩიაშვილი და მოკლედ მთელი ბრიტანეთი შპოთავს. ბრიტანეთი. მაგრამ ყველაზე მეტი საინტერესო რა არის, იცით? ამ კაცს როდის მოასწრეს და როდის გაუქირავეს ადვოკატი, რომელიც ასევე იყო ფორმულას, ეზერაშვილის ფორმულას დიშლავიზიაზე, სადაც ეს
ვახუნხულა სანაია ნაძირალა ვირთხა და ის მეორე ის რო ყავს კიდე ჟიჟილაშვილი იწვევენ ეთერში ადვოკატს საერთაშორისო ადვოკატს რომელიც წუხს რომელიც შეწუხებულია ბაჩიაშვილის ბედით და აღარ იცის აღშფოთებულმა ადამიანმა რა ქნას და როგორ ქნას და იძლევა ინტერვიუს თურმე რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებაში ასეა ისეა ტყვეთა შეიძლება რამე მოუვიდეს მოკლედ აქეთ მაგრამ აი გასაგებია ადვოკატია მაგრამ ვინ არის ეს ადვოკატი ვინ არის ეს ადვოკატი ვინმეს კითხვა უჩნდება მისი სახელი და გვარი არის რობერტ ამსტერდამ შეიძლება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ეს სახელი და გვარი არაფერს არ ეუბნებოდეს და გასაგებიცაა რომ არ უნდა ეუბნებოდეს რაში უნდა აინტერესებდეს ვიღაცა კანადელის სახელი და გვარი საქართველოს მოსახლეობას მაგრამ სოფლიო პოლიტიკა აი ამ ნაგავს ძალიან კარგად იცნობს ამასაც და მის ბიუროსაც და ვინ არის რობერტ ამსტერდამი ეს არის კანადის მოქალაქე ცნობილი იურიდიული ფირმის მე მოგაწოდეთ ახლა თქვენ მის შესახებ ცნობებს ცნობილი იურიდიული ფირმის დამფუძნებელი სოფლიოსში მორგებული აქვს ნიღაბი როგორც უფლებათა დამცველი როგორც რეჟიმების წინააღმდეგ მებრძოლი ადვოკატი ვისი ადვოკატი იყო იცით ხადარკოვსკის იუკოსის დამფუძნებლის რომელიც პუტინს ყავდა 10 წელი გამოკეტილი ქონება კიდე სადაო იყო აქეთ და მიმდინარეობდა ამდენი ხანი ქონებრივი დავა მის უფლებებს იცავდა როგორც დიქტატორული რუსეთის წინააღმდეგ ასევე ცნობილი არის მისი თავგამოდებული მხარდაჭერა ეს უკანასკნელ მოვლენებს ვამბობ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მხარეს რა თქმა უნდა მაგრამ ვის მხარეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის გვერდით ანუ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია თუ ვინმეს დაავიწყდა რა არის ესენი არიან ჩვეულებრივი რასკოლნიკებს რასაც ეძახიან რომლებმაც თავი გამოაცხადეს თვითონ დამოუკიდებელ ეპარქიად ამაში მონაწილეობდა პოროშენკო ჩამოათრიეს სოფლიო პატრიარქი ეგრეთ წოდებული სოფლიო პატრიარქიდან რაღაცა ტომასი გახლიჩეს ეს ფართომასშტაბიანი ომის დაწყების წინ მიმდინარე მოვლენები რაც მიმდინარეობდა და ადვოკატად დაუდგა ეს რომ რუსეთის ეკლესიას წართმეოდა ის ქონებები რა ქონებებიც ჰქონდა და ეს ხელმძღვანელობდა კიევ-პეჩორის ლავრის დარბევის, წართმევის, განადგურების, მართლმადიდებლური მრევლის შეურაცხყოფის ქონებების წართმევის დაცვას საერთაშორისო და მისი იურიდიული ფირმა ღმერთის წყალობით, ღმერთის სახელით რუსეთის წინააღმდეგ. ანუ ხო ხვდებით ვინ არის? ეს არის აი ამ ლიბერასტულ, პიდარასტული სამყაროს ჩვეულებრივი პირმშო ნაძირალა ვირთხა, რომელიც ადამიანის უფლებების სახელით ინიღბება და მსოფლიო არენაზე მილიარდებს შოულობს და არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ვირთხა. ასევე ახლა მე მინდა გაჩვენოთ თქვენ ამ არსების, იმიტომ რომ გამოვიყენე ხელოვნური ინტელექტი, ყველა ამის ცოდვებს დაიმგას ვინ ჩამოაყალიბებს, აი თქვენ შეგიძლიათ GPT chat-ით მოიძებნოთ ვინ არის რობერტ ამსტერდამი, რომელ კომპანიას ხელმძღვანელობს, საიდან კურირებს, აი ეს ხოდორკოვსკის დაცვას როგორ ახდენდა, გაჩვენებთ ამ ყველაფერს. მოკლედ თაღლითების დაცვაში დიდი ისა აქვს, რა ქვია, გამოცდილება აქვს. თუმცა მიუხედავად აი ამ ყველაფრისა, აი ამ დიდი იმის, რა ქვია, გამოცდილებისა, რომელიც მას გააჩნია თურმე დემოკრატიულ რეჟიმებთან
ანტიდემოკრატიულ რეჟიმებთან ბრძოლის, ასევე წარმატებით იყო ერდოღანის ადვოკატი გიულენის წინააღმდეგ თურქეთში რევოლუციები რო ხდებოდა, ასევე აფრიკის სახელმწიფოების ინტერესებს იცავდა უამრავ ადგილას. უგანდის კაციჭამია ხალხის, იმიტომ რომ ფული ბაბა. და საერთოდ დახასიათება მის შესახებ არის აი ასეთი. აი ეს არის მისი დახასიათება, თუ როგორი დახასიათება და ავტორიტეტი გააჩნიათ. ეს ვითომ დადებითი მხარე, ეს კიდე უარყოფითი მხარე. მოკლედ დადებითი მხარეში არის მოხსენიებული, რომ არის ძალიან უშიშარი დამცველი, რთული პოლიტიკური საქმეების, საერთაშორისოდ არის ცნობილი მისი სახელი და მონაწილეობა აქვს უამრავ საქმეებში, ეს დადებითი ხასიათდება. რაც შეეხება უარყოფითი რითაც ხასიათდება, მიუხედავად იმისა, რომ იძახის ძალიან დიდი და თავდადებული ადამიანის უფლებების დამცველი არის ავტორიტარული რეჟიმების ადვოკატი ძალიან ხშირად. ესა ძალიან ბევრჯერ იქნა დადანაშაულებული ორმაგ სტანდარტებში, ჩათლახობაში, საერთოდ ახლა ადვოკატის პროფესია არის ის, ვინც დასაცავია, ის დაიცვას და ამაში გასაკვირია არაფერი არაა, მაგრამ პრინციპული ადვოკატი რომ არიან ადვოკატები, რომლებიც ამბობენ მაგალითად პედოფილს არასდროს დავიცავ, გამაუპატიურებელს, ამას არ დავიცავ, ეს ჩემი ნება არის და არ დავიცავ. უპრინციპო ადვოკატი, მთავარია ფული იყოს და საერთო ჯამში ცნობილი არის პიროვნება უფრო ლობიზმით, ვიდრე იურიდიული დახმარებით. ანუ არის პიროვნება სოფლიოში ცნობილი, რომელსაც აქვს დიდი კავშირები სოფლიო დონის პოლიტიკის საქმეებზე და ის ახდენს დაცვას. სხვადასხვა მეთოდებით, ლობისტური მეთოდებით უფრო ვიდრე სამართლებრივი მეთოდებით, იმიტომ რომ სამართლებრივი მეთოდებით ერთ-ერთი საქმე, ცნობილი საქმე, რომელიც ეხებოდა ხოდორკოვსკის საქმეს, გიულენის საქმეს და ასე შემდეგ, მოგებული ვერ აქვს, მაგრამ აი ლობირებით აქვს. აი მოკლედ ეს ადამიანი არის ჩაყენებული ამის სათავეში. ახლა რატო ვამბობ ამ ყველაფერს და თავში რითაც დავიწყე ეს ყველაფერი, მინდა დავამთავრო. ბოლოსკენ მე თქვენ კითხვებს გავცემ პასუხს, ვისაც აქვს დაგროვილი, მე კომენტარებს კიდე არ ვკითხულობ. ახლა მთავარი რა არის? ფაქტი არის ის, რომ ეს კაცი არის გაწირული, ძალიან მაგარი, არ ვიცი თუ იყო წასული სადმე, საერთოდ თუ იყო ქვეყნიდან გასული, ძალიან მაგარი დაბოლებული ყავთ. ჩამოვიდა აქ ჩაჯდა, როგორც ხედავთ ახლა ის პერიოდი არის, რომ აი ასეთ პოლიტიკურ იმას რა ქვია, ლიდერებს ეგრეთ წოდებულს იქ ოქროაშვილი დაიჭირეს, იქ მელია დაიჭირეს, იქ დასჭერი კიდე ბევრი არის. ფონის ასაწევად ხდება ეს ყველაფერი, მისი პირით გააჟღერებიეს ამ დებილს, რომ ის შეიძლება მართლა მოკლან და არავინ გამორიცხოს ეგრეთ წოდებულმა deep state-მა ლამაზად გააგოროს ეგ თქვენი ბაჩიაშვილი ციხეში, რაც თავისთავად გახდება აი ამ ხოცების რეჟიმის დისკრედიტაციის, რევოლუციური განწყობების, ადამიანის უფლებათა დარღვევების და 1000 სხვა რამეების ძალიან მყარი საფუძველი, მით უმეტეს, როდესაც მიემატება ეგრეთ წოდებული რევოლუციონერი ლიდერების დაჭერა, მელიების, იმგენის რა ქვია, ოქროაშვილების და ასე შემდეგ. ამიტომ ხოცებს საერთოდ ხოცები მეზიზღებიან ჭირის დღესავით, მაგრამ გინდა არ გინდა ქვეყნის ბედი აბარიათ და თუ ვერ დაიჭერენ ამ ყველაფერს, ჩემი ხალხი და ის ძვირფასი ადამიანებიც გადაყვენ შეიძლება ამ ყველაფერს, რაც შეიძლება ამას მოყვეს. ამიტომ ამ დებილ, ამ გამოსწირებულ ხოცებს ვეუბნები. სააკაშვილი რო გყავთ, დაცულად და ტრაგზე რო ბუზს არ აკარებთ. ხათ იმდენი დაიცავით ეს, თუ არა, ამას თუ წააგდები ეს თავი. ბაბუ თქვენ რეჟიმებს და თქვენ იმას ეგრევე ექნება გამოტანილი განაჩენი. საზღვარგარეთ ეგრევე ექნება გამოტანილი განაჩენი ქვეყნის შიგნითაც, რომ თქვენ დაჭერილი კაცის დაცვა არ შეგიძლიათ, რომ თქვენ ხართ მკვლელები, ასე. ამიტომ ამის სიკვდილი ახლა აწყობს ძალიან კარგად ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას, რომლებიც ადამიანის უფლებათა დემოკრატიულ ძალებს, დემოკრატიული ძალებსაც, აი ხო არის ახლა ესეთი საკრალური მსხვერპლები, აი ნავალნი, აი მიემატება მერე შემდეგ პოლიტკოვსკაია, მიემატება ამ ყველაფერს მერე ბაჩიაშვილი და ბაჩიაშვილი უცებ გახდება გმირი. ამიტომ ამ დებილმა თავი რაში შეყო ჯერ თვითონ არ იცის. მაგრამ ფულის მოპარვაში შეიძლება
შეიძლება ძალიან მაგარი იყო, მაგრამ სხვა ცხოვრებისეული რაღაცები არ გესმოდეს. ამიტომ იქ აქ თავი ამოყოფილი, სადაც შეიძლება კბილები წააგდებიო. ახლა გისმენთ, შემოკარგებო, ჩავხედავ, აგერ თუ ვინმეს გაქვთ რაიმე კითხვა დაწერილი, გაგაფრთხილეთ მით უმეტეს, მაგრამ ამ საკითხებთან დაკავშირებით რა ვიცი. გაიხარე ზურა. მოკლედ, ეს სიტუაცია არის ყველაფერი, მე მინდა გითხრათ რასთან დაკავშირებით. ეს სიტუაცია არის ყველაფერი იქედან გამომდინარე, რომ ეს არსება რეალურად მართლა იყო თაღლეთი და მძარცველი, თუმცა მარტო ვერაფერს ვერ გაძარცვავდა, მარტო ვერაფერს ვერ გააფუჭებდა, ამას ყავს უამრავი თანამზრახველი, ამას ყავს უამრავი პატრონი, როგორც უცხოეთში, ასევე ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ის არის ერთ-ერთი ჭანჭიკი ამ კვანძის, რომელი კვანძიც ძალიან დიდ მასშტაბებზე გადის, სოფლიო დონის თაღლითობებზე გადის. ამიტომ არის, რომ ამაზე წუხს ქალბატონო ძალიან პრიმიტიულ კითხვას მისვამთ და არ არის ახლა ის პასუხი, რომ მე გაგცეთ ახლა ეს ოცნება თუ მოვაშოროთ, ვინ მოვიყვანოთ. ჩემი პასუხი თუ გაინტერესებთ, 1000 ჯერ მithქვია და 10000 ჯერ ვამბობ. დღევანდელ რეალობაში საქართველოს ხსნა ვისაც თუ უნდა, ქოცობა უნდა დაამხოს შეიარაღებულმა ძალებმა, გენშტაბმა, უნდა შეაჩეროს კონსტიტუცია, დაახლოებით 5 წლით ქვეყანაში ყველანაირი ეგრეთ წოდებული მარჩევნები, უნდა გადმოჭრას კონსტიტუცია, დაწეროს ახალი ეროვნული კონსტიტუცია, როდესაც ჩამოყალიბდება ჯანსაღი ნორმალური პროცესი, მე გადააბაროს ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს და გადადგეს და წავიდეს. ეს როგორც ხდებოდა უამრავ ქვეყანაში, მათ შორის მეზობელ თურქეთში. მაგ პრიმიტიულ კითხვებს თუ შეიძლება, ნუ დამისვათ, ოცნება, აბა ნაცები მოვიდნენ, ამას თქვენ მთელი ცხოვრება არ მოგაშორებენ. და ასე იქნება იქ ყველაფერი და თქვენ სხვათა შორის ქალბატონო არც არჩევნებზე რო დადიხართ, არც ხმის მიცემის შემთხვევაში არავინ არაფერს გეკითხებათ და არც ოპოზიციაზე ხმის მიცემის შემთხვევაში ერთადერთი სწორი ნაბიჯი საერთოდ არ მიხვიდე არჩევნებს. ზურა ბაჩიაშვილის საქმეს ეხებოდა, ძალიან საინტერესო საქმე არის, დავდებ ამას YouTube-ის არხზე და TikTok-ზეც დავდებ და სადაც მოგიხერხდება, ნახე, ბევრი ვისაუბრე. უბრალოდ ახლა ერთი სიტყვით ვერ მოახერხებ მაგებას. კი ბატონო, რომშიც მასე იყო და საერთოდ ეგვიპტეშიც მასე იყო და ყველგან მასე ხდება, იმიტომ რომ ეს წუპაკი გარყვნილი რეჟიმები, რომლებიც ზიან და ძარცვავენ ქვეყანას, როგორც ქოცნება, ისე ბაჩიაშვილები და ისე გვარს არაფერს არ ვერჩი, კაცო, ზოგადად კოლექტიურ სახეს ვამბობ ამ ყველაფერს და ეს მელიები და ეს კაბუნია და ეს ვარამია და ესენი და ესენი და ესენი ამათგან თუ გინდა გაწმინდო ქვეყანა, მაგრამ რაშია საქმე? გენშტაბში და გენერალიტეტში ყველაფერი გააკეთეს, რომ ყავდეთ დანიშნული საკუთარი ხალხი პირადი მორჩილებით. ახლა არმია რო გაბარია და რეალური ძალაუფლება ქვეყანაში არმია, ხო, ასეთ შემთხვევაში გულმა როგორ უნდა გაგიძლოს, რომ ამ დღეში არის შენი ქვეყანა. მე ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება ქვეყანაში, თუ ქვეყანა არ დაკარგავს დამოუკიდებლობას, ეს აუცილებლად მოხდება ქვეყანაში, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ან სამოქალაქო დაპირისპირება მოხდება, ქოცებს აქამდე მიყავთ, დიდი ხანია მიყავთ სპეციალურად საქმე და ამას ყოველთვის ქონიათ ასეთი დასასრული და ასეთი ბოლო. მაგრამ მესმის ქალბატონო, მაგრამ ამ კითხვაზე მაქვს 1000 ჯერ პასუხი გაცემული. სხვა თემაზე ვლაპარაკობ და როგორ შეიძლება ახლა ერის ურთულესი პრობლემა პოლიტიკური რეჟიმს გაგცეთ 2 წუთში პასუხი. აი, გაგეცით პასუხი, მე ასე ვხედავ ამათ მოშორებას, სიმართლე გითხრათ. გადატრიალება, ტრიბუნალი, აუცილებლად უნდა შედგეს ტრიბუნალი იმ მარტო ამათ დამნაშავეების კი არა. აი, იქ შევარნაძის დროიდან მოყოლებული დამნაშავეების, ზვიადის დამამხობლების, პუტჩისტების, იმიტომ არავინ არსად არ წასულა, მათი საჯარო სასამართლო აღდგენა დახვრეტის მუხლის გამოდანა მიყენება კედელთან და მიხვრეტა, ვინც ჩვენ ერს მომავალი წაართვა, ვინც ტერიტორიები დაუკარგა, ვინც ქვეყანა გაძარცვა და ვინც გადახვეწა, აი ემიგრაციაში ბრძანებულ ხართ თქვენც. აი ესეთების. და სხვათა შორის ვინმეს არ დაავიწყდეს ზედ მიყოლებას ჯულის კანონის ყანდურების. აი მაშინ ეშველება საქართველოს. აი მაშინ ეშველება, სანამ ეს არ მოხდება, არაფერი არ ეშველება ქვეყანას.
მანამდე ვიქნებით ასე და დავითვლით ივანიშვილის მილიონებს, ბაჩიაშვილის მილიონებს, ამათ მილიარდებს, იმათ მილიარდებს და ქვეყანას არ ეკნება საშველი. მე ყველას მოუწოდებ. რომ არ მივიდეს არავინ არჩევნებზე, იმიტომ რომ ეს არის არალეგიტიმური არჩევნები და უკანონო ყველაფერი თავიდან ბოლომდე კოცნაციანი. არის ხალბატონო თქვენ გინდათ დებილად ჩათვალეთ, გინდა გმირად ჩათვალეთ, ბაჩიაშვილი გინდათ მამაცად ჩათვალეთ, ეს თქვენი საქმე არის. ფულის მოპარვაში რომ ნიჭიერია, ეთყობა, მაგრამ ხა რამდენად ნიჭიერია ეს კიდე საკითხავია. მაგრამ ის რო ადამიანი ახლა მაგი ქვეყნიდან იყო გაქცეული და მილიონები ჰქონდეს და ისე რასაც მაგის დებილეს ამბობს რომ ისევ ქვეყანაში დაბრუნდე. სადაც 11 წლიანი პატიმრობა გემუქრება, ეს არც სიმამაცეს მეტყველებს და არც ეს მეტყველებს დებილიზმს და შიშს. რომ მართლა შეიძლება სადმე არ წამავლონ, არ მომკლან და თავი არ აგაქვს. იმისი სად დაიმალო, როგორ დაიმალო და რანაირად დაიმალო. წათრეული იყო ეგერ ბრაზილიაში. მოეწერა ხელი ბრაზილიელ ქალთან. და ბრაზილიას კონსტიტუციაში უწერია, რომ თუ კი ვინმეს ექნება ოჯახი ბრაზილიელ ადამიანთან, იმას არ გადასცემენ სხვა ქვეყანას გარანტირებულად კონსტიტუციით იცხოვრება. მაგდენი ერთი ქვეყნის მაგალითს ვამბობ. 10,000-ობით ქვეყნებია, ბოდიში 10,000-ობით კი არა, 10-ობით ქვეყნებია მსგავსი. აგერ იყო ის, რა ქვია, თუ ასე მაგარი იყო იმისი, რა ქვია, თუ ასე მაგარი არის ივანიშვილის სუსი, ხა ბაჩიაშვილს იჭერს. სადა დათაახალა აგერ რო დასლიკინავს იმაში, სადა კეზერაშვილი. სადა ისა, რა ქვია, აჯანდაბა ქვია, პროკურორი იყო იმის ნაცების, ადეიშვილი. სიმპოზიუმებზე რო დადის, აგერდა შეხვედრებზე და უკრაინის დელეგაცია ისინი რატო ვერ ჩამოყავთ? თუ ეს რეალობაა, რომ მათ ეს შეუძლიათ, მაშინ გამოდის, რომ მათ მარტო ბიზნესთვის შეუძლიათ ეგ ყველაფერი. მარტო ბიზნეს ვინც გაძარცვავს და ბიზნეს ფულს ვინც მოპარავს და ქვეყანას და ერს ვინც უბედურებას გაუკეთებს. ამის გამკეთებლები ესენი არ არიან. რომელი საქართველოს მტრისთვის გაუკეთებია ქართულ სპეცსამსახურებს რამე. უამრავი ქართველის ხელში სისხლგასრული ნაზირალა არის, გინდა რუსეთში, გინდა უკრაინაში, გინდა სხვაგან და გინდა სხვაგან. ვინ იმსხვერპლეს ერთი? ვინ იმსხვერპლეს? გრძელი ხელის პოლიტიკით. ისრაელის სხვათაშორის ასე აკეთებდა, ვინ ჩამოყავდა ასამართლებდა, ვინც არა და კლავდა. დავასახელო ახლა ის გვარები, ვისაც ქართველების სისხლში ხელი აქვს გასვრილი. რამდენიც გინდა. ერთად ზიან და ერთად სვამენ და ერთად ჭამენ. ბარანკევიჩთან, ლუნეევთან და 1000 უბედურების ხალხთან. ამაშია საქმე. ცირკია ეს ყველაფერი. ცირკი და ბლეფი. ყველა თავმოყარე ერი და ყველა თავმოყარე ქვეყანა, რომელიც მისი ერის გამაუბედურებელს, გამამწარებელს, სისხლის მსმელს, ქართველი ერის სისხლში ხელივის ნაბანს, სიტყვაზე ვამბობ, ჩვენ შემთხვევაში, ვერ უხერხებს ექსტრადაციას, სამართლებრივი პასუხისმგებლობის მისჯას, ახდენს სპეცსამსახური დამუშავებას, ისეთ დამუშავებას, რომ ლიკვიდაცია გაკეთდეს იქ, სადაც არის. რომ სხვამ ვერ გაიბანოს მე ამერის ხელში სისხლი, მაგრამ ქართველების ხელში ეზენი იბანენ თვითონ სისხლს და რა გინდა? რა ვქნა ქალბატონო, ახლა თქვენ მოგეწონათ თუ არ მოგეწონათ, რეალობა ასე არის და მაშინ მიბრძანდით არჩევნებზე და მიეცით იმას, რა ქვია, გინდათ მელიას, გინდათ ხაზარაძეს, გინდათ გვარამიას, გინდათ გირჩი ზურაგირჩი ჯაფარიძეს და გინდათ სხვა ნაგავს ხმა და მოვლიან ისინი და აგიყვავებენ ქვეყანას თქვენი შვილებისთვის, თქვენი შვილიშვილებისთვის, მომავლისთვის და წავა ბედნიერი ცხოვრება. მაშინ ასე გააკეთე. და ასე იქნება. აუყვავდებით. აბღორძინდებით. და არჩევნებზე უნდა ვიაროთ. არ მოგეწონათ, სიმართლე მწარია და რა ვქნა. ვიცი მე ქალბატონო ვის წისქვილზე ვასხამ წყალს და ვის წისქვილზე არ ვასხამ, თუ მკითხეთ, თუ მეკითხებით, ჩემი აზრი ერის კრიზისიდან გამოყვანის ასეთია. მე ასე ვხედავ და თქვენ შეხედეთ ისე როგორც გინდათ. და ყველა ერთს ვიტყვი, ყველა ნორმალური ადამიანი ასე ხედავს ამ ყველაფერს. ვინც გარკვეულია და იცის რომ არ გამოვა ამ არჩევნებიდან არაფერი. არ მინდა, მე ისედაც 1000 რაღაცას მოაბრალებენ და
რა უნდა ვთქვა დღევანდელ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც ძალიან ბევრი რაღაცა წინს რო კითხო, ხო? ჩვენ დღეს რა ერი ვართ, იცი ჩემო ძმაო, აი რა დონეზე დაცემული ერი ვართ? ერმა რომელმაც მე-12 საუკუნეში ისეთი ძეგლი შექმნა, რომელიც სოფლიო ხელოვნების ნიმუშად არის და მემკვიდრეობად შესული, გელაცე მაგ ლაპარაკი. და 21 საუკუნეში ვერ გადახურა დიდარმა საპატრიარქო და მდიდარმა, იმან რა ქვია, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 21 საუკუნეში ტექნოლოგიების ეპოქაში, რომ იმ დროს მოხატული ისინი არ წაშლილიყო. დაზიანებული ფრესკები. აი ახლა ამ დონეზე დაცემული ერი ვართ და აღმაშენებლის პატრონს რომ მიშა გეგონება, აღმაშენებელი და ბიძინა გეგონება, წმინდისა, რა ქვია, 6 კაცი და ამბროს ხელაიას პატრონს და სხვა იმგენს დღევანდელი ყანდურები გეგონებიან, ჩემო ძმაო, ის რა ქვია, წმინდანები და იბერია გაბრწყინდება, აი ესია ქართველის ცნობიერება და დაქვეითებული და დაცემული, თორე ვეფხისტყაოსანის დამწერი ერი. ახლა დღევანდელ პერიოდში ვინმე დაწერს, ვერ დაწერს, იმიტომ გარემოც არა, ასეთი და არც იცის. ვეფხისტყაოსანის დამწერი ერი დეისაძის საიდუმლო სირობაზე როა დასული, რა უნდა, რა დიაგნოზი უნდა გაუკეთო? რა დიაგნოზი? ესაა ერის დიაგნოზი. და პირდაპირ რო ეტყვი, მე წინ. ესა. აი მოკლედ მე გეუბნებით, აი კოცებს, მაინც ადამიანის სიცოცხლეს ეხება ეს ყველაფერი. დაიცავით, მოატანიეთ ყველა ფულები. რა ფულებიც აქვს მოპარული, გინდათ იმ თქვენი ლიდერისთვის, გინდათ იმ იმისთვის, რა ქვია, სახელმწიფოსთვის, გაპარსეთ ბოლომდე, ჩასვით ციხეში, მოახდევიეთ სასჯელი და გაუშვით სახლში. იგი იქნება გამოსავალი. და ასევე დაასახელებიეთ და დაადებიეთ ხელი ყველაზე იმ დასავლურ ინსტიტუტებზე და იმ სხვა ნაძირალა თაღლითებზე, რომელ თაღლითებთან ერთადაც, როგორც იუკოსი ძარცვავდა იმას, რა ქვია, თავის დროზე რუსეთს და მაგის გულისთვის ჩაავლეს ადამიანის უფლებებზე და მაგნიცკის სიები და იუხოდორკოვსკის სიები და ეს როგორ იგივე სქემით ძარცვავდნენ ქვეყანას. მათ შორის ბიძინაც. ანუ ბიძინა აპლედაღამე დარდობს ხალხზე. 500 მილიონის ნახატები შემეიტანა ქვეყანაში. რა თვალი დაფსებად გინდა 500 მილიონის ნახატი, როდესაც ყოველ წელიწადს 800-მდე ბავშვი გიკვდება იმის გამო, რომ შესაბამის სამედიცინო დახმარებას და შესაბამის კვებას ვერ აძლევს. რა გინდა? უძახეთ სტალინს დიქტატორი ერთ ჩექმაში მოკვდა. არაფერი მისთვის არ წაუღია, რაც ფული ქონდა, იგი საბავშვო ბაღებში ირიცხებოდა. და სტალინი იყო ახლა ეგენერია კაი ხალხი? აი დაანებეთ სტალინს თავი, ეგენი სტალინს კი არა, იმენს ჰაგერ არისო? ურუგვაის პრეზიდენტი, ხოსე მუსიკა? თვითონ არის დგარ იქში? კაც არაფერი წაუღია სახში? ესენი რა ვერ დაძღენ? ამას მისი ზებრა და მისი ზვიგენი და მისი პინგვინი უფრო უყვარს ვიდრე ქართველი. ესაა ეს. და ყველა მისი მოყვანილი კადრი ვინც მოიყვანა, აი თუ ვინმე მისი კადრი მოიყვანა, აი ზურა დააკვირდი, თუ ვინმე მისი კადრი მოიყვანა, აბსოლუტურად ყველა ნაგავი აღმოჩნდა. მარგველაშვილი, ნაგავი აღმოჩნდა, სალომე ზურაბიშვილი, ნაგავი აღმოჩნდა, ერთი პრემიერი, მეორე პრემიერი, მესამე მინისტრი, მეოთხე მინისტრი, მისი ბანკირები, ერთ ნორმალური ადამიანი ვერ მეიყვანა ქვეყანას რაღაცა, იმიტომ რომ თვითონა ესეთი ჩათლახი. ეგა. მოკლედ. დასასრულს ვიტყვი. ამათი თავარი ამოსავალი წერტილი არის ბაჩიაშვილის სიკვდილი. აი იმ ძალების და უამრავი მკვლელობა ყოფილა საქართველოში, ვინც აი პოლიტიკურ მკვლელობებს აკეთებს. არ მინდა ჩამოთვლა. ისედაც გვახსოვს. ამიტომ ამასაც სანამ კბილებში წაგდებიებდნენ თავს, დეიცავით ვიცი. დეიცავით. კი ბატონო, ვილაშვილის თამადო.
აი, მე მგონი როგორც ასეთი კითხვები არ გაგაჩნიათ და აი ეს მოვლენებია ამ ყველაფერთან დაკავშირებით იკვეთება ის, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მოღალატე ადამიანი, რომელიც გაუღალატდა იმას, ვინც ჩააცვა, ვინც დახურა, ვინც ასვა, ვინც აჭამა და ღალატში ქონდა მიღებული მონაწილეობა და შეეკრა ამ ეგრეთ წოდებულ deep states გლობალური ომის პარტიას და გლობალური ომის პარტია ახლა მფარველობს და დემოკრატიაზე დარდობენ და მათ საუკეთესო მსოფლიო ადვოკატები ყავთ და მათი პრესა აშუქებს და მთელი მსოფლიო წუხს შარვალ ჩახდილი გირჩის გამო, მთელი მსოფლიო წუხს მელიას გამო, მთელი მსოფლიო წუხს ბაჩიაშვილის გამო. ხო, ზურა გადაახვიე და ნახე ხელახლა ჯიგარო და ნახავ მაგას. რატო და როგორ და რანაირად გამოჩნდება. მოკლავი და რა სიზამი. აწყობდა, ამოხდა. ავა, თქვენ გონით კესარიას სიკვდილი და იგი არ იყო დაგეგმილი? ყველაფერი დაგეგმილი იყო, ყველაფერი. კაი, აბა დაგემშვიდობებით, მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა.